გამარჯობა, ბატონო ლაშა. ხედავთ და გიღებთ და რატო გარბი ხართ? კაცი, რომელიც შაბათის ეთერის კამერას გაურბის ლაშა გოგნიაშვილია. ქართული ოცნების მიერ 2012 წელს ზონდერად გამოცხადებული, მაგრამ ახლა იგივე რეჟიმის მიერ მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პოლიციელი. ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში პორტირებულ პოლკოვნიკს ვახტანგ გომელაურმა თბილისის კრიმინალური პოლიცია ოფიციალურად ჩააბარა. სოზარ სუბარმა იცის რომ დაგნიშნეს? იარაღის ჩადებაში გადანაშაულებდათ. წარსულის გახსენება გოგნიაშვილს როგორ ჩანს არ აწყობს, რადგან როგორ მოხდა მისი ფერისცვალება და პორტირება ქართულ ოცნებაში, თბილისის პოლიციის ახალი შეფი შაბათის ეთერის კითხვებს რამდენჯერმე გაექცა. ლაშა, ესე უნდა ირბინოთ, არ გწხვენიათ? თბილისში გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან გოგნიაშვილი 2 კვირის წინ გადმოიყვანეს. მან პოსტზე აქციის მონაწილეებზე ძალადობის გამო სანქცირებული სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა. დემონსტრანტების ქუჩა-ქუჩა დევნა სავარაუდოდ გოგნიაშვილის მთავარი მისია და დავალებაც იქნება. მისი პირველი სამუშაო დღეც აქციაზე დაიწყო, მაგრამ როგორც კი მისი გადაღება დავიწყეთ, გაიქცა. ბატონო ლაშა, აქედანაც გაიქეცით? გარბის ეს თქვენი ახალი უფროსი, ასე გარბის ყველა ტერიტორიიდან მეხუთედ გაიქცა. არ იცნობთ გოგნიაშვილს? ესე დარბის ყოველთვის. 2 წუთი დააქტოვე და მოვა. ლაშა გოგნიაშვილი აქ რომ იყო რამდენიმე წამის, რატო გაიქცა? რატო დარბის ეს კაცი? რამე რეკორდი ხომ არ აქვს მოხსნილი სირბილში? მოდიშით. ანუ რეკორდსმენი ხომ არ არის გაქცევაში ბატონი ლაშა? აკეთებს თავის საქმეს ბოდიში. პოლიციელი, რომელსაც რეჟიმმა ახლა თბილისი ჩააბარა, წლების წინ საზოგადოებას როგორც ზონდერი და გამყალბებელი თავად ქართულმა ოცნებამ გააცნო. ყველაფერი კი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო, როდესაც ლაშა გოგნიაშვილს ქარელის პოლიციის უფროსის პოსტი ეკავა. მოვიტყოთ ლაშა გოგნიაშვილმა საცრაფოდ დატოვოს თანამდებობა. ეს აქცია ქარელში, სადაც ქართული ოცნების პარტაქტივი ლაშა გოგნიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ბანერებით ხელში პოლიციასთან დგას 2012 წლის სექტემბერში. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა. ქართული ოცნების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბერუაშვილი პოლიციელს, რომელიც ახლა რეჟიმის სამსახურშია, მაშინ პოლიტიკურ დევნასა და იარაღის ჩადების მცდელობაში ადანაშაულებდა. გამოიღო პოლიციის უფროსმა იარაღი და თიძე ესე დაატრიალა და მითხრა აბა ეს ვისი იარაღია. მე როცა მივხვდი რომ უნდა ჩაედო იარაღი, გამოვიქეცი, გამომეკიდა და მომიშვირა იარაღი. მე უნეოდა რომ გაჩერდო გესურიო. ჩვენ მოვიტყოთ რომ ეს ბანდიტი, ეს კრიმინალი აუცილებლად გადადგეს. ამან უნდა აგოს პასუხი. ახსოვს თუ არა მძიმე ბრალდებები და დევნიდა თუ არა იმ პარტიის წევრებს პოლიტიკური ნიშნით, რომელსაც ახლა ერთგულებას უმტკიცებს კითხვების დასმა შაბათის ეთერმა ლაშა გოგნიაშვილისთვის რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მაინც მოახერხა. როგორ დაალაგეთ ამ ხელისუფლებასთან წინა ხელისუფლებას? აი, საკადრო ცვლილებები ისე განხორციელდა, რომ თქვენ აღმოჩნდით თანამდებობაზე. არა და ქართული ოცნება მაშინ ბრალს გდებდათ, რომ მათ აქტივისტებს იარაღს უდებდით. დაივიწყეს ეს ამბავი? რას ლაპარაკობთ ახლა? არ იცით, არ გსმენიათ ამის შესახებ? იარაღის ჩადებაში რომ გადანაშაულებდნენ. სოზარ სუბარის განცხადებები არ გახსოვთ? არ გახსოვთ? კაი, თქვენ არ გახსოვთ, ოცნებამაც დაივიწყა. არ გაქვთ პასუხი ბატონ ლაშა? გაგეცით პასუხი? რა პასუხი გამეცით? ფაქტია, არსებობს არქივი, სადაც ბრალს გდებდნენ იარაღის ჩადებაში. შაბათის ეთერის კითხვებმა თბილისის პირველი პოლიციელი იმდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ თავის მართლებაც კი არ უცდია. თქვა მხოლოდ ის, რომ არც იარაღის ჩადების მცდელობის ფაქტი და არც მის წინააღმდეგ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები არ ახსოვს. არადა საჯარო წყაროებში 2012 წელს სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული კომენტარები იძებნება, როდესაც ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან ის გოგნიაშვილის გადადგომას ითხოვდა. 2012 წლის 23 სექტემბერს ბერუაშვილის სახლთან იმყოფებოდა. გაჩერდა შკოდა, საიდანაც ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი და მისი მოადგილე გადმოვიდნენ. პოლიციის უფროსმა დაუძახა მას და უთხრა, რომ იარაღი ამოიღო.
ბერუაშვილმა უპასუხა, რომ ის იარაღს არ ატარებდა. ამის საპასუხოდ ლაშა გოგნიაშვილმა იარაღი თავისი შარვის უკანა ჯიბიდან ამოიღო და ჩვენს აქტივისტს უთხრა: აბა ეს იარაღი ვისია? ბერუაშვილი გაიქცა, რადგან მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და იარაღის განზრახ ჩადებას. აქტივისტებისთვის იარაღის ჩადების მცდელობის გარდა ოცნების ლიდერები ლაშა გოგნიაშვილის მიერ მოწყობილ ტერორზე განცხადებებს 2012 წელს ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ. ეს არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეული ქარელის მერია საზა გულიაშვილი 2012 წელს კაცს, რომელსაც ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიცია ჩააბარა აქტივისტების გატაცებასა და მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ამხელდა. Sarsis არის უფლება მისცეს ოჯახში დაერეკა თანახმრულებთან დაერეკა და ვინმეს ყურადღება მიექციათ ჩუმად ესე ყაჩაღი მივიდი გააკეთეს მოიბარეს ეს ხალხი ფაქტიურად ქარელში 2012 წელს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია ლერი ხაბელოვს ჰქონდა ჩაბარებული. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შაბათის ეთერს დეტალურად უყვება იმ რეპრესიებზე და ტერორზე, რომელსაც მისი თქმით მაშინდელი ხელისუფლების დავალებით პოლიცია უწყობდა. ხეს გვიშლიდნენ ჩვენი წარმოადგენებს, რა თქმა უნდა, საც ვიზახოდი ჩვენ რომ აკავებდნენ. განსაკუთრებული სამიზნა იყო, როგორც ვიცი, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ხო? არა მარტო ახალგაზრდული, საერთოდ ის იყო, როდესაც ჩვენ ტარდებოდა იქ შეხვედრებზე გვიშლიდნენ ხელს ეგ. და მე პერსონალურად დევნა მიმდინარეობდა ამ ხალხის? კი, იყო რეპრესიები, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის დროს იყო რეპრესიები. ლერი ხაბელოვი პოლიციის ტერორზე კიდევ დიდხანს ისაუბრებდა, მაგრამ განწყობა და რიტორიკა მას შემდეგ შეეცვალა, რაც სატელევიზიო არქივიდან მისი ინტერვიუ მოვასმენინეთ. ჩანაწერში ის ლაშა გოგნიაშვილზე საუბრობს და თბილისის პოლიციის ახალშებს აქტივისტების ტერორში ამხელს. აი, ეს არის თქვენი ინტერვიუ. რუსის გამოგინა პოლიციის უფროსი გამოგინა ქარელის და ოფისში შემოასწრო ფაქტიურად დედა გამოგვცხადა ჩვენ აქტივისტებს. დევნი და ქართულ ოცნებას მაშინ გოგნიაშვილი გახსოვთ ეს თქვენი ინტერვიუ? რა თქმა უნდა, იქ საუბრობთ, როდესაც არასწორად იქცეოდა და დავაფიქსირდა და პოლიტიკური ნიშნით დევნი და ადამიანებს. არ ვიცი პოლიტიკური იყო თუ რა იყო. აბა იტყუებოდით ბატონო. არა, რას ვიტყუებოდი? ანუ თქვენ ამბობდით რომ ის დევნის ჩვენს აქტივისტებს. ხო, დევნი იმ პერიოდში კი ბატონო, კი ბატონო. ანუ პოლიტიკური ნიშნით დევნი და ადამიანებს. არ ვიცი პოლიტიკურ თუ რა პოზიციას თქვენ შეაფასეთ ეგ ნაწილი. მე როგორ შევაფასო თქვენ აკეთებდით კომენტარებს. კომენტარებს. მაშინ იტყუებოდით თუ ახლა იტყუებით? კაცმა რომელმაც დევნა გამოგიცხადათ. ამბობთ. კი, მერე? დღეს არის თბილისის პოლიციის უფროსი. კი ბატონო, მე მივიღე წოდება. საერთო პოლიტიკური გაწოდება. ახლა ხაბელოვს ვეკითხებით, როგორ აღმოჩნდა ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე კვირაში ტერორში ბრალდებული პოლიციელი ძალოვან უწყებაში მაღალ თანამდებობაზე და როგორ მოახერხა სისტემაში დარჩენა. ანუ აპატიეთ ეს დევნა, ითხოვდით გადადგეს ყაჩაღია და დამნაშავეა. ქარელა ხო წავიდა, ქარელან წავიდა. და დაწინაურდა. დაწინაურდა, რა თქმა უნდა, კი ბატონო. ანუ თქვენც გეცინებათ ხო ბატონლერი? რაზე მეცინება, რატო? არ გეცინებათ. არ მეცინები, ელემენტარული ახალგაზრდა კაცი ხა წარმოვიდგინეთ, თქვენ ახალგაზრდა. მაშინ არ იყო ახალგაზრდა ყაჩაღს რომ ეძახდით და ოცნების წევრების დევნაში რომ ადანაშაულებდით ბატონლერი, ეხა არის მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო. ხო, ახალგაზრდა იყო, კი ბატონო, ქონდა ეხლა ახალგაზრდაც ეს ჩვენ ეხლა პროფესიული სამსახურს ხომ და თავის სამსახურს ასრულებდა, ხო ესეა რა? ალბათ აფასებს იმას. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სათქმელი არაფერი აქვს. ვერ უარყოფს, რომ თბილისის პოლიციის ახლანდელი უფროსი ოცნების აქტივისტებს ატერორებდა, მაგრამ გვარწმუნებს, რომ გამოსწორდა და მაღალი თანამდებობაც დაიმსახურა. ხონა პროტესტი ვიზახოდით კი ბატონო. ახლა აღარ გაქვთ პროტესტი. კაცო, არ კიდევ ერთხელ ვიმევა პიროვნებას არ ვიცნობდა როგორ ვისაუბრე. მაშინ რატო ლანძღავდით თუ არ მაშინ არასწორად იქცევა და მაშინ არასწორად და ახლა სწორად იქცევა? რა თქმა უნდა, ალბათ სწორად იქცევა, ხო? არ ვიცი ახლა. რატომ დააწინაურე სწორად იქცევა ალბათ, არ ვიცი. ვიმეორებ რა ელემენტარული ხა ყველა ეპატიება თუ თავის შეცდომას და თან ეპატიება მე თუ რეჟიმის სამსახურშია, ალბათ უფრო ეპატიება, ხო ბატონლერი? გაიარა ეტაპები დღეს სწორი პოზიციაზე დადგა. აი ხო რა არის ეს? რატო? გადაეჩვია იარაღის სავარაუდო ჩადებას, რაშიც ამხელდით. არ ვიცი ახლა ის რა თქმა უნდა გამოსწორდა, აბა მას ვარ თუ რომ შევაფასოთ, ამდენი წელი გავიდა.
როგორ აღმოჩნდა, მაღალ თანამდებობაზე პოლიციელი, რომელსაც ძალადობაში და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდა, პასუხი არც სოზარ სუბარს არ აქვს. შაბათის ეთერი არაღიარებულ დეპუტატთან კითხვების დასასმელად ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისიის სხდომაზე მივიდა. აქ რეჟიმის მტკიცებით წინა ხელისუფლების დანაშაულებებს იძიებენ, მაგრამ კითხვას, რატომ არ ინტერესდება ეს კომისია სისტემაში დარჩენილი და დაწინაურებული სავარაუდო მოძალადე პოლიციელებით სუბარი დაემალა. ჯერ კომისიის ოთახში შეიკეტა, შემდეგ კი კაბინეტში დაგვემალა. ბატონო ალუდა, ბატონ სოზარს ვეძებ და მიმალვაშია თუ გაქვთ ინფორმაცია? მიპასუხეთ რა კითხვებს. რატომ იმალება ბატონი სოზარ სუბარი უკვე მე-7 საათია? გამარჯობა, ბატონ სოზარს ვეძებ. გაიქცა უკვე? იმიტომ რომ ვეძებთ დილიდან მესიჯებს ვწერთ და არ გპასუხობთ და დუმარებაშია? ვერ გაგცემ პასუხს და დუმარებაშია, მაგრამ სოზარი კომისიაზე იყო მთელი დღის განმავლობაში. კი, რომ უკანაკარიდან შედიოდა, გამოდიოდა, სადაც მანდატური არ გვიშვებდა და კითხვები გქონდა. თბილისის პოლიციის უფროსის იარაღების ჩადებაში ადანაშაულებდა და ეხლა მოწონს თუ არა გვაინტერესებს. კითხვებზე მე ვერ გიპასუხებ, თუმცა ბატონ სოზარი შენობაში არ. შაბათის ეთერის ინფორმაციით, რეჟიმის მიერ ჯერ ტერორში ბრალდებული, შემდეგ კი დაწინაურებული ლაშა გოგნიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ბედოიძის კადრია. ბედოიძე გომელაურთან ერთად გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. მას საბანკო ანგარიშებიც კი გაუყინეს და პლასტიკური ბარათებიც დაუბლოკეს. ბედოიძეც ოცნებაში ნაციონალური მოძრაობიდან არის პორტირებული. ის 2006 წლიდან 2012 წლამდე ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა. რა არის ის ფასი, რის გამოც დაივიწყეს თქვენი წარსული, მითხარით? შალვა ბედოიძემ დაალაგა ყველაფერი. ბედოიძის კადრი ხართ, ჩადებების დიდო სტატი ის არის და მისი პროტეჟე ხართ, როგორც ვიცით. სკანდალში გახვეული თბილისის პოლიციის შეფი შალვა ბედოიძესთან კავშირს არც უარყოფს და არც ადასტურებს, მაგრამ საკადრო გადაადგილებები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბედოიძის ჩარევით და მონაწილეობით მიმდინარეობს, ამას კიდევ ერთი ფაქტი ადასტურებს. ამ დრომდე გოგნიაშვილის მოადგილის პოსტზე დატოვეს კახა მურადაშვილი. გაქვეითებას ხომ არ ელოდებით? რატო? ახალი უფროსი იყო. მე რა? ელოდებოდით რომ თამაზაშვილს გაუშვებდნენ? მაგას მე არ მეკითხებიდან. არ ელოდით? არ ვიცი. იცოდით რამე? არა, არ ვიცოდი. თქვენს დაწინაურებაზე ან დაქვეითებაზე თუ გაქვთ ინფორმაცია? რატომ აქვეითეთ, რატო? თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც არაოფიციალური ცნობით სანქცირებული ბედოიძის გარემოცვის წევრია, გვიდასტურებს, რომ დაქვეითებას არ ელოდება. მინისტრის მოადგილესთან ახლო კავშირების გარდა, კახა მურადაშვილი არ უარყოფს, რომ მას გოგნიაშვილთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. გაუმეგობრდით გოგნიაშვილს, რაც დაწინაურდა? დიდი ხანია მეგობრო გოგნიაშვილი. თქვენ არ მოგხსნით? არა, დიდი ხანია მეგობრო. მოადგილეები არ მოყავს? არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ მაგაინტერესებთ, რომ ეხლა ვიცნობ კი დიდი ხანია ვიცნობ და მეგობრო. ერთად მუშაობდით? ეს პერიოდში. ერთ პერიოდში, 2012-მდეც? 12-მდეც, 12-ის მერეც. ძლიერდება თუ არა ძალოვან უწყებაში აქტივისტებისთვის ნარკოტიკების და იარაღის ჩადებაში ბრალდებული შალვა ბედოიძის ეგრეთ წოდებული კლანი. ამ კითხვას პოლიციის ბოსები არ პასუხობენ. ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა რაიონს. დააწინაურეს აქტივისტების დევნასა და უკანონო დაკავებებში ბრალდებული რამაზ თათარაშვილიც. ვაკე საბურთალოს პოლიციის ყოფილი შეფი, რომელიც ბედოიძის გარემოცვის წევრია, სამცხე ჯავახეთში გაუშვეს და პოლიციის დეპარტამენტი ჩააბარეს. საკადრო წმენდა დაგეგმილია შაბათის ეთერის ინფორმაციით თბილისშიც. ცვლილებები იგეგმება საპატრულო პოლიციის გარდა კრიმინალურ პოლიციაშიც. ისევ მუშაობთ პოსტზე, არ გაუთავისუფლები ხართ ჯერ? ანუ თქვენ დაარტყით ხო მიკამელიას? ანუ თქვენ ხართ ხო ბრალდებული ბატონ გიორგი? აი, დამშვიდით რა. დამშვიდ და თქვენ მშვიდად ხართ? ჯერ ინარჩუნებთ პოსტს? ხომ არ დაგაქვეითეს? არა, ელოდებით? არაფერს არ ელოდებით. დაწინაურებას თუ დაქვეითებას? არაფერს არ ელოდებით. არაფერს არ ელოდებით? უბადოთ ხართ გამწესებული პოსტზე? არ ვიცი. არ იცით რა გელოდებათ? არაფერი არ ვიცი თქო, კაც ვინ იცის ეგ წინასწარ.
რეჟიმის განაჩენის მოლოდინში ახლა პოლიციის ათობით თანამშრომელია. ამ დრომდე გაურკვეველია გიორგი ბესელიას ბედი. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბოსი ჯერ კადრების განკარგულებაშია და სისტემაში ადგილი ვერ გამოუძებნეს. მის თანამდებობაზე კი რეჟიმმა ვანო მერაბიშვილის ფავორიტი პოლიციელი გიორგი ბუხრაშვილი დანიშნა.